რომ მათ გამოიყენონ თავიანთი ძალა ისევ მათსავე თანამოძმაების მიმართ, ანუ კაცი უპირისპირდება კაცს. მანამდე მინდა მადლობა გადაუხადო დადებითი ისიც მომზდის ჯავრიდი ჩხეიძემ ძალიან დიდი ვრცელი წერილი მომწერა პირადში. ჯავრიდ მახსოვხარ, როგორ არ მახსოვხარ, ქოჯიმა გუგალე დედაშენს დიდი მოკითხვა გადაეცი. ჟუნადეი და ასე გეძახდით მაშინ, თორე ეხლა შეიძლება მე სასაკოვანი ვარ უკვე. უღმესი მადლობა თქვენ მოკითხვისთვის. მოკლედ ნაცემი მოსე ზამთარაძე და ტათა თუთაშხია მიდიან ლაზარეთში, რომ იმკურნალონ. მანამდე მე გითხარით, რომ მოსეს წუხს კაცო ჭკვიან კაცო ეგარ უნდა მოუვიდესო და მეც დაახლოებით მაგ ხაზს ვავითარებდი, თუმცა თლად მოსე ზამთარაძის ხაზი არ არის ეს, ამიტომ მე ვთვლი, რომ წინააღმდეგობა უნდა იყოს მუდმივად. უბრალოდ აი რაღაც კორექტირება უნდა მოხდეს რაღაც დეტალებში და კონკრეტულად ამ შემთხვევაში მე ვთქვი, რომ იმ ხალხთან იმის თქმას, რომ რას დაგამსგავსად მუდრიგმა კაკოვიათა ბაგარმა და იმან რა ქვიან უღმართმა არქიფოსეთურმა არ იყო სწორი, იმიტომ რომ ის იყო ეგზალტირებული მასა და ის ყველა შემთხვევაში დასრულდებოდა იმ შედეგით, როგორიცაც დასრულდა. აი, როდესაც იმართება აქცია და როდესაც იმართება კონტრაქცია, იქ არავითარი აზრი არ აქვს მიმართვას მათ დამი, ვინც კონტრაქციას მართავს. ის ეგზალტირებული მასაა, მათ აქვთ კონკრეტული ამოცანები და თქვენს ნათქვამს ისინი არაფრად არ ჩააგდებენ. ისევე როგორც თქვენ ძალიან დიდ გულუბრყულობას იჩენთ პროტესტის მომხრეებო, როდესაც იმ ადამიანებს კანონდამცველებს მიმართავდა, აი თქვენ ჩვენ მხარეს ვინ გადმოვა თქვენ მხარეს, რას ლაპარაკობთ. ისინი არიან უკვე იმ მხარეს, სადაც არის საშოვარი. რა უნდა თქვენთან? მოკლედ დავიწყოთ. როგორ ზდიან კაცი ჭამია ვირთაგვას, კაცი ჭამია ბჭყალებში, ანუ ვირთაგვა ჭამია ვირთაგვას, ანუ ვირთაგვას, რომელიც რაღაც პროცესში მოხვედრის შემდეგ ამოდის იმ დახურული სივრციდან და ხდება თავისივე ნაირის ფიზიკურად გამნადგურებელი და მარტო კი აი შემჭმელი, ეს ძალიან კარგი სიტყვა. თორიების გვარიო და თვითონვე წერეთს იქ